გამარჯობა! ინგლისურ ნარევი გამარჯობა 5 გაჰიტებული კომპოზიცია და მაყურებლის ოვაციები. პიაცას მოედანმა ბრიტანელ მუსიკოს სტინგს უმასპინძლა. ბათუმში გამართული კონცერტი კრის ბოტიმ გახსნა. ცნობილი მესაყვირეს რეპერტუარში ერთ-ერთ კომპოზიციად გია ყანჩელის ყვითელი ფოთლებით შევიდა. კრის ბოტის შემდეგ სცენაზე სტინგი გამოჩნდა. მუსიკოსმა კონცერტი ყველაზე ცნობილი სიმღერით უდაბნოს ვარდით გახსნა. კონცერტამდე იყო სპეციალური კონფერენცია პრესისთვის და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახთან შეხვედრა. კრის ბოტიმ პირველი ლედისგან ორიგინალური საჩუქარი წითელი ხიზილალა მიიღო. წინა ვიზიტისას მას ეს საკვები განსაკუთრებულად მოეწონა. პრეზიდენტმა სტინგთან შეხვედრისას 1994 წელს მედისონ სკვერზე ცნობილი მუსიკოსის კონცერტი გაიხსენა, რომელზეც თავად იმყოფებოდა. ხიზილალა მოუტანეთ? კი. CNN-ზე გნახეთ, მართლაც არაჩვეულებრივი იყო. დიდი მადლობა. ჩვენ 94-ში ვიყავით თქვენს კონცერტზე მედისონ სკვერზე. შესანიშნავი იყო. მართლა? ესე იგი ეს კონცერტი თქვენთვის ყოფილა. ახლაც მაქვს ბილეთები. საღამოს გამართულ კონცერტზე პრეზიდენტი ოჯახით იმყოფებოდა. კონცერტზე ასევე იყვნენ მთავრობის წარმომადგენლებიც. ვინც კონცერტზე შესვლა ვერ შეძლო, მათთვის ერას მოედანზე სპეციალური მონიტორი იყო დამონტაჟებული. კონცერტის მსვლელობას ქართველ მსმენელებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ადევნებდნენ თვალს. კონცერტი ისე ძალიან მოგვეწონა, წასვლა აღარ გვინდოდა აქედან. სამწუხაროდ ბილეთები ვერ ვიშოვით და მონიტორით მოგვიხდა ნახვა, მაგრამ მაინც ძალიან ასიამოვნები დავრჩით. ძალიან ვისიამოვნე სტინგის კონცერტით. მათ ვისაც უყვარს ნამდვილი მუსიკა, დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. კონცერტის დამთავრების შემდეგ ქართველმა მუსიკოსებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. კონცერტში 10 წლის ქართველი ლუკა ნაკაიძე კრის ბოტის მოწვევით მონაწილეობდა, რომელმაც დასარტყამ ინსტრუმენტზე დაუკრა. შინებული ვიყავი, უშუალებელი პასუხისმგებლობა ეგეთ ყავდა იმჯდომა და დაკვრა. აი რამე რომ შემშელა, ხო მთელი კონცერტი ჩაიშლებოდა და ძალიან პასუხისმგებლობა. ასეთი ემოციები ძალიან დიდი ხანია არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსები, სტინგზე რომ არაფერი ვთქვათ. და ძალიან მიხარია რომ ბათუმში ჩამოდიან მაღალი რანგის მუსიკოსები და ეს არის ძალიან კარგი. აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით. აი თვითონ ეს ინტერიერია საოცარი, მუსიკოსები არ ვიცი, აღფრთოვანებულია. მე ვარ ნამყოფი ამ მუსიკოსების კონცერტზე. კრის ბოტისგან განსხვავებით სტინგი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. მან ჩამოსვლის სურვილი კვლავ გამოთქვა.